ლაგოდეხის მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. ადგილზე არსებული მდგომარეობა დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან ერთად დაათვალიერა. ლაგოდეხის ნაგავსაყრელი 2005 წლიდან ფუნქციონირებს. შარშანის მართვის უფლებით საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას გადაეცა. ობიექტის კეთილმოწყობის სამუშაოები კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 229,000 ლარით დაფინანსდა. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან ერთად დაასრულა ქალაქ ლაგოდეხში ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები. მოხდა მისი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობა, ასევე დასუფთავდა მიმდებარე ტერიტორია და გაიწმინდა ქაოსურად განთავსებული და დაყრდილი ნარჩენისგან. ტერიტორია მთლიანად შემოიღობა, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით, მოეწყო სამეურნეო ზონები, ასევე განთავსდა მიწის მარაგი, რომელიც აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს შემდგომი ექსპლუატაციისთვის, რადგან მოხდეს ნარჩენების იზოლაცია და გადაფარვა საიზოლაციო საფარით.